მოგესალმებით. მე დანიელ ოქროპირიძე ვარ. ჩვენ ვიწყებთ ლექციათა კურსს პოლიტიკური თეოლოგია და ქრისტიანული იდენტობა შუა საუკუნეების საქართველოში, რომელიც შეეხება უშუალოდ ქართულ რელიგიურ მეხსიერებას, საეკლესიო მეხსიერებას თუ რაც უნდა ითქვათ, იმიტომ რომ მეხსიერებების ბევრი ფორმა არსებობს და ამ ლექციების წიგნში ვილაპარაკეთ ბევრ მეხსიერების ფორმაზე. დღეს ჩვენ ვიმყოფებით და მომდევნო 10 შეხვედრას ავარაუდოთ ვიქნებით საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კონკრეტულად შუა საუკუნეების რელიეფურ ამ წარმოდგენაში, ამ მეხსიერებაში თუ რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად და რატო ვიწერთ მაინც და მაინც აქ რადგან შუა საუკუნეების არქიტექტურა, მეხსიერება და შუა საუკუნეების წერილობით თუ ბარელიეფური წყაროები განსაზღვრავს პოტენციურად ჩვენს იდენტობას. ახლახანს ითარგმნა შუა საუკუნეების კვლევების ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჟაკ ლებოფის ტექსტი ევროპის დაბადება, რამაც წესით უნდა გამოიწვიოს მეთოდოლოგიური გადააზრება შუა საუკუნეების საქართველოზე, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ფეოდალების იდენტობის ქვეშ არსებული რაღაც წარმოდგენები, არამედ ეს იყო კოლექტიური იდენტობის ნაწილი, რომელიც აყალიბებდა კულტურას, აყალიბებდა იდენტობას და ქმნიდა ორიგინალურ მეხსიერებას. როგორ უნდა წავიკითხოთ შუა საუკუნეები? ჩემი პირველი კითხვა ეს არის. საქართველო არის კავკასიური ცივილიზაციის ნაწილი. სამწუხაროდ თანამედროვე კავკასია, როგორც მაგალითად ჟაკ ლებოფს აქვს გააზრებული ევროპის კონტინენტი, კონცეფცია, რომ ის ქრისტიანულ ნიადაგზე შეიქმნა და კონკრეტულად ლათინურენოვან სამყაროში, ამგვარი წარმოდგენა შუა საუკუნეების საქართველოზე არ არის, რადგან თანამედროვე მედიევისტიკა იკვლევს საქართველოსა და ევროპას ძირითადად და აქ ორიგინალური და რეგიონულ პრინციპზე დაფუძნებული შუა საუკუნეების კვლევები არ არის. სხვათა შორის სომხურ ლიტერატურაში და თანამედროვე სომხურ ტექსტებში უკვე შეინიშნება ესეთი ტექსტები, როგორიც არის მაგალითად სომხეთი და კავკასიური შუა საუკუნეები, ან სომხეთი და შუა საუკუნეების კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მაგალითად სომხეთი არის კავკასიური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი. ჩვენთან სამწუხაროდ ეს პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, სულ ახალი არის და სამომავლოდ იმედია ეტაპობრივად შეიცვლება დამოკიდებულება. პირველი პრობლემა, რასაც შუა საუკუნეების ქართული რეალიების გააზრების ვაწყდებით, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის კავკასია. კავკასია ხშირად განიხილება ხიდად, ან რაღაც ცივილიზაციათა თავშეყრის ადგილად, არადა მაგალითად ევროპა არის ცივილიზაციათა თავშეყრის ადგილი, მაგრამ ევროპელმა განმანათლებლებმა და მოაზროვნეებმა შეძლეს ის, რომ ევროპა წარმოედგინათ ორიგინალურ კონცეფციას. ჩვენ შუა საუკუნეებში ერთი მხრივ ბუნებრივად ვიყავით მიმღებელი როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის, როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის, მაგრამ ასეთი ხიდი არ ყოფილვართ, ეს იყო არც პერიფერია, მით უმეტეს რომელიმე ბიზანტიის იმპერიის პერიფერია არ ყოფილა. არც ბიზანტიიდან მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიური აზროვნების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნიმუში გვაქვს თარგმნილი, ჩვენ ქმნით ორიგინალურს. და ეს იყო ძალიან ზღვარგამყოფი ხიდის ან რაღაც პერიფერიის კონცეფციისგან. შუა საუკუნეების ქართული აზროვნება, როგორც სომხური, ასევე ალთანური აზროვნება ქმნიან როგორც იმპორტს, ასევე ექსპორტს. ისინი და შუა საუკუნეების პერიოდის ტექსტები აყალიბებენ ორიგინალურ წარმოდგენებს, როგორც საერთო ქრისტიანული ღირებულებების ფონზე, ასევე იდენტობის მახასიათებლებს. მაგალითად,
ჰაგიოგრაფია ან ისტორიოგრაფია აი ამ კავკასიის რეალობებში ბუნებრივი რა არის. მაგალითად, ეს სკულპტურები, რომლებიც აი აქ არის განთავსებული, ისინი ქმნიან რაღაც ორიგინალურს. ეს ბუნებრივია, ვერ იქნება ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. ეს არის კავკასიური სივრცე, რომელიც ქმნის თავის საკუთარ ორიგინალურს. აი მაგალითისთვის უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, იგივე შუშანიკის წამება რას განეკუთვნება, ხომ? დასავლეთს თუ აღმოსავლეთს, რა თქმა უნდა, კავკასიას განეკუთვნება, იგივე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას და მაგალითად ჩვენ როდესაც ვჯელობთ ათონის ივერონის მონასტერზე და მის რეალიებზე, ხომ, ჩვენ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ ის, როგორც ევროპული კულტურის ნაწილი, რომელსაც ჯაგლებობით წარმოიდგენს ამას, თუ ეს არის ორიგინალური კავკასიური, იმიტომ რომ თვითონაც ამბობენ, რომ ჩვენ უცხოები ვიყავით აი ამ სხვა სივრცეში, ბიზანტიის იმპერიაში, არამედ ეს იყო კავკასიის სივრცე. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი შუა საუკუნეების წაკითხვის არის პოლიტიკური თეოლოგია. ესეც ახალი არის ჩვენში სამწუხაროდ, ესეც სეკულარიზირებული არის საქართველოში და დასავლური თეოლოგია, დასავლური თეორიები, რომლებიც პოლიტიკური თეოლოგიის გააზრებებს ემსახურება, ჩვენთან რატომაც არწმუნოებრივად დოგმატურად მივიღეთ, რომ პოლიტიკური თეოლოგია შესაძლებელია იყოს მხოლოდ სეკულარულ პრინციპზე დაფუძნებული. აი აქ ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს ვერ იქნება და ამას ვერ გავიგებთ სეკულარული პრინციპებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს შეიქმნა მაშინ, როდესაც სეკულარიზმი და სეკულარული პრინციპები ბუნებაში არ არსებობდა. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა აი ამ შუა საუკუნეების გაგება როგორც იდენტობის მახასიათებლების და რეალურად ეს ჩვენზე დგას, იმიტომ რომ ხელახლა არის გადაფასებელი როგორც გადასაფასებელი ეს შუა საუკუნეების იდენტობა, როგორც საეკლესიო მეხსიერების, ასევე პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით, არ უნდა განვიხილოთ სეკულარული პრინციპებიდან გამომდინარე. ამ ხრივ შუა საუკუნეების რეალიები ეფუძნება შემდეგს, რომ პოლიტიკური თეოლოგია, როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული სიმფონია, ან თუნდაც მათ ურთიერთობაში ჩამოყალიბება, ქმნის იდენტობას, მეხსიერებას და კულტურას. მაგალითად, ეს თქვენ რასაც ხედავთ, ეს არ არის მხოლოდ ბერების შემოქმედების ნაწილი. შუა საუკუნეებში რაღაც რო იქნება საქართველოში, ის აუცილებლად იქნება ფეოდალის და მღვდლის მონაწილეობით. ერთად იხდია როგორც აკადემია, ასევე ეკლესია. შეუძლებელია მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან. ასევე თუ დასავლეთში არის მაგალითად მკაფიოდ გამიჯნული ეს ორი მახვილი სახელმწიფო და საერო ძალაუფლების შესახებ, საქართველოში თლად ბიზანტიური მოდელიც არ არის ბუნებრივია, იმიტომ რომ თავის სოციალური წყობა აქვს შუა საუკუნეებს. ეს არის სიმფონია. ანუ სახელმწიფო და ეკლესია ერთად დგას. იგივე კარლ შმიტის თეორიის მიხედვით, რომელიც თანამედროვეობის სეკულარული პრინციპებს განიხილავს პოლიტიკური თეოლოგიის თვალსაზრისით, ის ამბობს, რომ შუა საუკუნეების რეალიები, რომლებიც თანამედროვე სეკულარულ სამყაროს ასახავს და თუნდაც ნებისმიერი იდეოლოგიის ფაკუთხედიც კი შუა საუკუნეებში იძებნება, ის აუცილებლად წარმოადგენს ანტისეკულარულ ნარატივსაც, ანუ ის რაც სეკულარიზაციას ემორჩილება და სეკულარიზირდება, აუცილებლად იყო ოდესღაც ანტისეკულარული წარმოდგენის ნაყოფი. და შუა საუკუნეების აზროვნების გაგება სწორედ აი ამ პრიზმიდან არის შესაძლებელი და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ერთის მხრივ დავიჭიროთ რეგიონალური იდენტობის ნარატივი შუა საუკუნეების გაგებისთვის და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შუა საუკუნეების გასაღები, ეს არის პოლიტიკური თეოლოგია. თანამედროვეობისთვის მესამე მითი, რომელიც ამბობს, რომ აი ჩვენ შუა საუკუნეებიდან რა გვჭირდება, მოდი ის მივიღოთ. როგორ უნდა მიიღო ის, როდესაც შენ ვერ იაზრებ ერთის მხრივ შუა საუკუნეების
ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპს, რეგიონულ პრინციპს და მეორე მის გასაღებს პოლიტიკურ თეოლოგიას. ამ ორი ასპექტიდან ეს ორი ასპექტი თუ შენ სეკულარულად წარმოიდგინე, ვერაფერს ვერ გაიგებ. თანამედროვეობისთვის რა არის საჭირო, ხომ? ეს წარმოსახვითი შუა საუკუნეები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით თანამედროვეობაში, თუნდაც ადამიანს, რომელსაც მიაჩნია საკრალურად აი ეს მედიევალური სივრცე, ისიც კი რეალურად სეკულარიზირებული არის. ამიტომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ერთი რეგიონული პრინციპის გაცნობიერება, რომ საქართველო არის კავკასიის ორგანული ნაწილი და ქმნის ორიგინალურ შუა საუკუნეებს, ცივილიზაციური კუთხით და არც ხიდი და არც ტროტუარი არ არის, არამედ ეს არის ცენტრი და ის აწარმოებს ორიგინალურ ნაწარმოებს შუა საუკუნეებისთვის, ეს იქნება კულტურა თუ ტექსტი, ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენ შუა საუკუნეებში ვხვდებით და მეორე პოლიტიკური თეოლოგია, რომელიც გამიჯნული არის სეკულარიზაციისგან. ის რომ შენ შუა საუკუნეების რამე გაიგო, აუცილებლად მისი ენით უნდა იაზროვნო, რომ შემდგომ შენძლო გამიჯნა ის თუ თანამედროვეობისთვის რა არის საჭირო და რა არის ჯანსაღები. შემდგომ ლექციებში ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ამ თემას უფრო კონკრეტულად, დღეისათვის კი ეს